მოგესალმებით. ჯგუფური პოლიტიკები ამ თავში ჩვენ ვისაუბრებთ პოლიტიკების შესახებ, რომელიც თავიდან მათაც მივიხილავთ. ესე იგი, ყველა კომპიუტერს გააჩნია თავისი ლოკალური ჯგუფური პოლიტიკა, რომელიც მეშვეობითაც შეგვიძლია მის რაღაც პარამეტრებს დაკონფიგურება, დაბლოკვა, ჩართვა, ასე შემდეგ. ასევე უკვე დომეინში გაწერილი კომპიუტერს შეგვიძლია გამოვიყენოთ, შეგვიძლია მართოთ სხვა ნებისმიერი დომეინში ყოფი კომპიუტერის პოლიტიკები სერვერის დახმარებით. რაც საკმაოდ კარგია და მოსახერხებელი, რადგან ერთ კომპიუტერიდან შეგვიძლია სხვა მრავალ კომპიუტერს რამ ჩვენს მიერ წინასწარ მითითებული პარამეტრებით რამე არ შევოზღუდოთ ან დავუმატოთ ან რამე მსგავსი გავაკეთოთ. Active Directory Domain Services როლის აწევის შემდეგ გვემატება ფიჩერებში Group Policy Object Management საიდან შეგვიძლია მივაბად პოლიტიკები ამა თუ units ან users ან ჯგუფს. პირველ რიგში გვაჩვენებს ჩვენი დომეინის სტრუქტურას, რაც შექმნილი unit-ები გვაქვს, აი წინა ლექციაში შექმნილი lab unit-ი, სადაც არის unit კომპიუტერების, ჯგუფების და მომხმარებლების. პოლიტიკის საკითხების დროს უნდა გავეთვალისწინოთ, რომ პოლიტიკა ვრცელდება ან მომხმარებელზე, ან კომპიუტერზე. ან ორივეზე ერთად. გააჩნია როგორ პოლიტიკას ავირჩიოთ. სიტყვაზე შევქმნათ მარტივი პოლიტიკა. ყველა კომპიუტერზე ავტომატურად ვრცელდება default domain policy. და domain კონტროლერებზე ვრცელდება default domain policy და default domain controller policy, რომელიც წინასწარ არის ავტომატურად დაკონფიგურებული. Default domain policy აკეთებს შემდგომ რამს, რომელიც ვრცელდება ყველა კომპიუტერზე და აზრებს მათ, რომ 24 პაროლი დაიმახსოვროს და ანუ როცა იუზერი პაროლს შეცვლეს, არ გამეორებინოს წინა 23 პაროლი. პაროლის შეცვლა ავტომატურად მოითხოვოს ყოველ 42 დღეში ერთხელ. პაროლის ვადა, ანუ პაროლის შეცვლა შეიძლება დღეში ერთხელ. უნდა იყოს პაროლის 7 სიმბოლო, აუცილებლად უნდა იყოს ჩართული ეს რეკვირემენტები, რომელიც ითვალისწინებს დიდ და პატარა სიმბოლოების შეყვანას, ციფრები, ასოები დიდ და პატარა სიმბოლოების პოლიტიკის დაცვას. ასევე სხვა პოლიტიკების დაკონფიგურებული ავტომატურად კერბეროს პოლიტიკის დრო მითითებული და სხვა პარამეტრები, რომელიც ვრცელდება ყველა კომპიუტერს და მისი ჩახსნა არ არის რეკომენდირებული. Default domain controller policy-ს თავისი პოლიტიკები აქვს domain კონტროლერებისთვის ავტომატურად კონფიგურირებული. ჩვენ გავაკეთებთ ახალი group policy და ცალკეულ მისი მეშვეობით არსებული კლიენტების რაიმე პარამეტრის შეზღუდვა ან ჩართვა. შეგვიძლია პირველ რიგში გავაკეთოთ შემდგომი რამ მარტივი რამ რო გავიგოთ თუ პოლიტიკას ვაკეთებთ კომპიუტერზე და ვლინკავთ იმ unit-ზე, რომელიც ეს კომპიუტერია, რომელი user-იც არ უნდა ჩაეტვირთოს ამ კომპიუტერზე, მას ის უფლებები შეზღუდული იქნება, რაც კომპიუტერზე გვაქვს მითითებული, მაგრამ თუ ჩვენ გვაქვს ერთი კომპიუტერი და გვყავს 10 თანამშრომელი, 5 უნდა ქონდეს შეზღუდული რაღაც, 5-ს არა. და ორშაბათობით პირველი 5 ჯდება, სამშაბათობით მეორე 5. თუ მინდა რომ ეს პოლიტიკა გავრცელდეს მარტო ერთ 5 ადამიანს და დანარჩენ 5-ი არა, მაშინ უნდა შექმნათ user პოლიტიკა და მივაბად ამ 5 ადამიანის ჯგუფს ან units და დანარჩენი 5 რომ ჩაეტვირთება თავის მომხმარებლებს, თავისთავად არაფერი დაბლოკილი არ ექნება, რაც მეორე 5 ადამიანს დაბლოკილი ექნება. ამ შემთხვევაში ავიღოთ Windows settings. ნუ აქ არის მარტივად გამოტანილი უკვე შეკრებილი preference-ში ის არსებული ძირითადად ხშირად გამოყენებადი setting-ები რაც ხდება, ასევე აქვს all settings, რაც ყველა პოლიტიკა ჩამოთვლილი ან უკვე ნაწილებად დაყოფილი, რაც ასე თუ ისე გვიადვილებს მათ მოძებნას და კონფიგურაციას. მარტივად რომ ავიღოთ გვინდა ეს მენეჯერი მომხმარებელს არ ეხსნებოდეს, ვერ შეძლოს მისი გახსნა. როდესაც ხსნით პოლიტიკას, ხდება ერთი ნიუანსი უნდა გავთვალისწინოთ, რომ enable ან ნიშნავს ჩართული disable გათვლილია, მაგრამ გააჩნია პოლიტიკის სახელს რა აწერია და აღწერაში რა აქვს მას. თუ სიტყვაზე არის ეგეთი პოლიტიკა, რომ პოლიტიკის სახელი არის, რომ ჩართე task manager-ი.
და მას მივეცით disable. ამ შემთხვევაში თავისთავად გათიშოს, მაგრამ თუ იყო გათიშე task manager და ჩვენ მას მივეცით enable, ეს იმას კი ანიშნავს, რომ ჩაერთვება task manager-ი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ბრძანება გააქტიურდება და ნამდვილად გათიშოს. ამ შემთხვევაში remove task manager არის, რომ წაეშალოთ task manager-ი და ჩართვა გვინდა, რომ task manager-ი არ გამოჩნდეს. ჯობს, რომ ყველა პოლიტიკას დაარქვათ ის სახელი, რასაც აკეთებთ, მასში რასაც ბლოკავთ. და ჩვენ გვინდა, რომ ეს გავრცელდეს ჩვენს მიერ შექმნილი user unit-ი, რომელშიც user-ები ზის მარჯვენა ღილაკი unit-ზე link existing GPO task manager remove დავლინკავთ. უკვე აქ ამ unit-ში არსებულ მომხმარებელს, რომელიც არის test user-ი, რომ ჩაიდვეთება თავის მომხმარებლით, რომელ კომპიუტერზე არ უნდა ჩაიდვეთოს ის, ავტომატურად დაებლოკება task manager-ის მოხმარების საშუალება. ასევე შეგვიძლია გავავრცელოთ პოლიტიკა კომპიუტერებზე, ან მე შემეძლო ეს GPO დამელინკა lab unit-ზე და q unit-ებზე ავტომატურად გავრცელდებოდა. აი, შეგვიძლია ნახოთ, რომ ვრცელდება default domain policy და task manager remove policy. ეს შემეძლია ვაშალო და ამ unit-ზეც გავრცელდება task manager remove და default domain policy. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რა კი lab unit-ზე მაქვს დალინკული GPO, comps unit-ზე comps unit-ზე გრუპზე და გრუპაზე იმოქმედებს, რადგანაც ეს მხოლოდ არის შექმნილი user-ების პოლიტიკა და მხოლოდ იმოქმედებს მესამე unit-ზე, users unit-ში არსებულ ობიექტებზე, ამ შემთხვევაში user-ებზე. თუ გვინდა რომ კომპიუტერზე იმოქმედოს, თავისთავად უნდა შევქმნათ პოლიტიკა კომპიუტერისთვის. მაგალითად გავაკეთოთ კომპიუტერებისთვისაც. მარტივად გამოჩენათი რომ იყოს desktop gadgets. აუგზავნოთ ნებისმიერ users, რომელიც ჩაეტვირთება ამ კომპიუტერზე gadget-ების დაყენება. და ასევე გვიწევს თუ რომელი სისტემისთვის არის ხარჯაჭერილი ეს პოლიტიკა. ამ შემთხვევაში, რადგან gadget-ები მხოლოდ Windows 7, Vista 2008 შეიძლება ქონდეს, მათზე იმოქმედებს ეს თავისთავად თუ XP-იანი კომპიუტერი იყო ამ unit-ში. მასეც გავრცელდება ეს პოლიტიკა, მაგრამ რადგან მას gadget-ები არ აქვს, უბრალოდ არ იმოქმედებს. ვიცით, enable. Okay.